საქართველოს 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი კვლავ ლაშა ტალახაძე გახდა. მსოფლიო ძალოსნობის 25 წლის ვარსკვლავი მესამე წელია ამ ტიტულს არავის უთმობს. ტალახაძემ წელსაც უპრობლემოდ მოიგო ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები. ნოემბერში აშხაბადში ქართველმა ძალოსანმა სუპერ მძიმე წონაში 7 ახალი მსოფლიო რეკორდით გაიმარჯვა. ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა წლის საუკეთესო სპორტსმენი მფარული კენჭისყრით გამოავლინა ლაშა ტალახაძემ, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს, ძიუდოისტ გურამ თუშიშვილს და მოჭიდავე გენო პეტრიაშვილს აჯობა და მთავარი პრიზით ოლიმპიური ალით დაჯილდოვდა. მოვიპოვა ერთი აღიარება უკვე ეს მესამე ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატ ტიტულებთან ერთად და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო შეჯიბრებებზე მონაწილეობა და შედეგი გამარჯვება, მაგრამ უფრო დასაფასებელი არის, როდესაც შენი ქვეყანა გაფასებს. 2018 წლის საუკეთესო მწვრთნელად 73 წლის ნუგზარ სხირელი აღიარეს მისმა გაწვრთნილმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა. წელს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიგო, ევროპაზე კი ვერცხლის медаლი მოიპოვა. გორის ჭიდაობის სკოლის პატრიარქს ზაფხულში მოჭიდავეებმა მისივე სახელობის ჭიდაობის დარბაზის ეზოში ბიუსტი დაუდგეს. ანასტასია ჰოფრი, ჯორჯია საუკეთესო სპორტსმენი ქალი ანასტასია გოტფრიდი გახდა 22 წლის ძალოსანმა უკრაინის მოქალაქეობა საქართველოსაზე 2015 წელს გაცვალა, შარშამ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, წელს კი ევროპის ჩემპიონატი მოიგო და საქართველოში ქალ ძალოსანთა ისტორია დაწერა. Representing Georgia, Maria Kazakova and Georgi Rivia. ზამთრის სპორტის სახეობებიდან საუკეთესოდ მოციგურავეების 17 წლის მარია კაზაკოვასა და 19 წლის გიორგი რევიას წყვილი დასახელდა. მათ დეკემბერში ვანკუვერში ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველად იუნიორთა გრან-პრის სერიის ფინალში ისრიალეს. ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად 17 წლის გიორგი ჩხიკვაძე დაასახელა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ოქტომბერში ბუენოს-აირესში მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები მოიგო. ეს იყო ჩემი ბავშვობის ოცნება, რომ გავხდარიყავი ოლიმპიური ჩემპიონი და ძალიან მიხარია თავისთავად ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი შედეგი და მადლობა მინდა გადაუხადო ყველას ჩემ გულშემატკივრებს. წლის აღმოჩენა და ოლიმპიური იმედი კი ასევე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 21 წლის ნუგზარ წულწუნია გახდა. 23 წლამდელთა შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მოგების შემდეგ დიდებში ევროპასა და მსოფლიოზე ბრინჯაოს მედლებსაც დაეუფლა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო წულწუნიას გამარჯვება თურქეთში, სადაც ფინალში თურქი მეტოქე ულამაზესი გდებით დაამარცხა.